დღიური არის საკუთარი თავის შეცნობის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი. ამ ვიდეოში მინდა გესაუბროთ ტექნიკურ მხარეზე თუ როგორ გვეხმარება წერა საკუთარი ფიქრების დაალაგებაში. მინდა ამ საკითხთან დაკავშირებით გაგაცნოთ ჩემი ორიგინალური პერსპექტივა და ვიდეოს ბოლოში ასევე მოგცემთ რჩევებს ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, როგორ უნდა ვწეროთ ისე, რომ მაქსიმალურად შედეგიანი იყოს ეს პროცესი. ამ ვიდეოს სავარაუდოდ ექნება ორი ნაწილი, რადგან საკმაოდ სიღრმისეული თემა არის და ვფიქრობ თქვენს გირჩევნიათ, რომ ვიდეო უფრო სუბსტანციური იყოს, ვიდრე ზედაპირული. დავიწყებ იმით, რომ ადამიანებს გვაქვს ესეთი შესანიშნავი გამოგონება, რომელსაც ქვია ენა. ენა საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენს გარშემო არსებულ საგნებს, მოვლენებს, ცოცხალ არსებებს დავარქვათ სხვადასხვა სახელები და შემდეგ უკვე ეს სახელები გამოვიყენოთ იმაში, რომ ერთმანეთს ინფორმაცია გავუზიაროთ. მაგრამ სანამ ჩვენ საერთოდ ამ ვერბალიზაციას გამოვიგონებდით, ჩვენ თავში გვქონდა ფიქრები. ჯერ იყო ფიქრი და შემდეგ იყო ამისი ვერბალიზაცია. ჩვენს ტვინს ცხადია შეუძლია რომ ვერბალურადაც გვეკომუნიკაციოს, მაგრამ ენა მისთვის ერთადერთი კომუნიკაციის ფორმა არ არის. ჩვენი აზრები შეიძლება შედგებოდეს შეგრძნებებისგან, ემოციებისგან, შეიძლება რაღაც სხვადასხვა კადრებისგანაც შედგებოდეს და ასევე ვერბალური წინადადებებისგან. როგორც წესი, ყველა ჩვენი ფიქრი არის აი ამ სხვადასხვა ტიპის ინფორმაციების ნაზავი. მაგრამ როდესაც ვწერთ, გვინდა არ გვინდა ეს ყველაფერი ვერბალურად უნდა გადმოვთარგმნოთ, იმიტომ რომ სხვანაირად ფიზიკურად ვერ დავწერთ. შედეგად ის ფიქრი, რომელიც ჩვენს ტვინში ძალიან უფორმო იყო, წერის დროს ვაძლევთ სტრუქტურას და გადმოგვაქვს ფურცელზე. ეს უკვე საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენს ფიქრებთან შევიდეთ დიალოგში. და ამ დროს მართლაც საოცარი რამ შეიძლება მოხდეს. დავუშვათ, მაქვს რაღაცა ძალიან მყარი რწმენა. და დავიწყე ამ რწმენასთან დაკავშირებით წერა. დავიწყე იმის ჩამოყალიბება, თუ საიდან მოდის ეს რწმენა, რატომ ჯერა ამისი, შეიძლება რაღაც არგუმენტაციაც გავაკეთო. როდესაც დავასრულებ წერას და მე მომსვლია ესეთი რაღაცა და წავიკითხავ ჩემს ნაწერს, მივხვდე, რომ ძალიან სისულელეა ეს ყველაფერი და არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება. ანუ რწმენა, რომელიც გამყარებული არის ემოციებით და ფიქრებით და შეგრძნებებით, როდესაც ფურცელზე გადმოვიტანთ, შეიძლება მივხვდეთ, რომ რეალურად არ გვჯერა ამ ყველაფრის. ერთადერთი რამ, რაც ამ რწმენებს ამყარებდა, იყო ჩვენი ემოციები, ხშირად უარყოფითი, რომელიც აქამდე უბრალოდ გადმოთარგმნილი არ გქონდა ჩვენს ენაზე, რომ ეს ყველაფერი გაგვეგო. და წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანი ცხოვრობს იმ რწმენებით, რომლისაც რეალურად თვითონაც არ სჯერათ, მაგრამ არც იციან, რომ არ სჯერათ. მეორე ნაწილზე გადადით ამ ვიდეოს გასაგრძელებლად.